ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების F-18 ტიპის გამანადგურებელმა ომანის ყურეში ცეცხლი გაუხსნა ირანულ ნავთობტანკერს და ძალით გააჩერა გემი მას შემდეგ, რაც ხომალდმა არ გაითვალისწინა არაერთი გაფრთხილება კურსის შეცვლის შესახებ. 2026 წლის 7 მაისს ხუთშაბათს ჰორმუზის სრუტეში კრიზისი ახალ დაძაბულობის წერტილს იძენს. ერთი მხრივ, ვაშინგტონი აცხადებს, რომ მხოლოდ ასრულებდა საზღვაო ბლოკადას ირანის პორტებში შემსვლელი ან გამომსვლელი ხომალდების მიმართ. მეორე მხრივ, თეირანი ცდილობს ეს ეპიზოდი წინააღმდეგობის პროპაგანდად აქციოს. ამასთან ერთად ავრცელებს კადრებს, რომლებიც მათი თქმით, აშეტეშში სადაზვერვო დრონის ჰორმუზის თავზე ჩამოგდებას ასახავს. ეხლა ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ ჯერ გირჩევ გამოიწერო არხი, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყო. მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს მილსონ ალვისის სანდოობის სტანდარტით. გემი ცდილობდა ირანისკენ წასვლას, მიიღო ბრძანება გაჩერებულიყო, მაგრამ არ დაემორჩილა და საბოლოოდ საჭე გაუთიშეს. 20 მმ-იანი ქვემეხის გასროლები, რომლებიც განახორციელა F-18-მა, რომელიც ავიამზით USS აბრაამ ლინკოლნიდან იყო გაშვებული. დაზიანებული გემია MT Hasna, ირანული დროშის ქვეშ ცურავი ნავთობტანკერი, რომელიც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიხედვით საერთაშორისო წყლებში ირანის პორტისკენ მიემართებოდა ომანის ყურეში. გემი ცარიელი იყო, მაგრამ სამიზნე ტვირთი არ ყოფილა. სამიზნე იყო ბლოკადის გარღვევის მცდელობა. ამერიკულმა ძალებმა მოძრაობა დააკვირდნენ. მან რამდენიმე გაფრთხილება გასცა და ეკიპაჟს აცნობა, რომ მარშრუტი არ ღვევდა ვაშინგტონის მიერ დაწესებულ წესებს. როდესაც ჰასნა მოძრაობას აგრძელებდა, შეერთებული შტატების საზღვაო ძალებმა გამანადგურებელი გამოიყენეს საჭის მწყობრიდან გამოსაყვანად, რათა შეეჩერებინათ ირანის პორტში მისვლა და ეჩვენებინათ, რომ ბლოკადა მხოლოდ ზეწოლის სიტყვები არ არის. ჯერჯერობით MT Hasna-ს საქმეზე დაღუპულთა შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. შეერთებული შტატების მიერ გავრცელებული საჯარო ინფორმაცია ამბობს, რომ გემი გაუნებელყოფილია, საჭე დაზიანებულია და მარშრუტი შეწყვეტილია, თუმცა დაღუპულთა შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, რა ტიპის ქმედება იქნა არჩეული. ეს არ ყოფილა თავდასხმა ტანკერის ჩაძირვის მიზნით, არამედ გააზრებული ქმედება იყო, რათა გემის მართვა მწყობრიდან გამოეყვანათ და მას ვერ დაესრულებინა მოგზაურობა. Reutersმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2026 წლის 4 მაისს ამერიკულმა ძალებმა გაანადგურეს ირანის 6 მცირე ხომალდი და ჩაჭრეს ირანის მიერ გაშვებული ფრთოსანი რაკეტები და დრონები. იმ დროს, როდესაც ადმირალი ბრედ კუპერი აცხადებდა, რომ რევოლუციური გვარდია ცდილობდა ამერიკული ოპერაციის ჩაშლას, Reutersის ინფორმაციით ამერიკული ოპერაცია მოიცავს ესკადრულ ნაღმოსნებს, ავიაციას, წყალქვეშა საშუალებებს და ბევრად უფრო მასშტაბურ თავდაცვით სტრუქტურას, ვიდრე ჩვეულებრივი სავაჭრო გემების ესკორტი. და სწორედ აქ შემოდის შესაძლო ჩამოგდებული დრონი, როგორც საშიში ელემენტი. ბრაზილიამ 2026 წლის 7 მაისს განაცხადა, რომ ირანულმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ ნაჩვენებია ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო დრონის ნამსხვრევები, რომელიც ირანის ძალებმა ჩამოაგდეს ჰორმუზის სრუტეზე. ამ დროისთვის საჯარო განცხადებები ჯერ კიდევ სიფრთხილეს მოითხოვს. მასალა ირანულმა მხარემ წარმოადგინა და დამოუკიდებელი სრული დადასტურება იმავე დონეზე არ ჩანს, როგორც ამერიკული ოფიციალური განცხადება ნავთობის ტანკერზე. მიუხედავად ამისა, პოლიტიკურად თეირანი ცდილობს ეს სურათი პირდაპირი პასუხის სახით გაყიდოს. თითქოს ამბობს, რომ თუ ვაშინგტონი ირანულ გემებს დაარტყამს, ირანიც შეძლებს ამერიკის საჰაერო თვალებზე დარტყმას. თავარი საკითხი მარტივია, ირანი ცდილობს გამოცადოს, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს. ჯერ მუქარას უქმნის ნავიგაციას, შემდეგ კი ტვირთმზიდებზე ახდენს ზეწოლას. შემდეგ ცდილობს უარყოს ამერიკული ოპერაციის ძალა. ეხლა კი დრონის შემთხვევით ცდილობს აჩვენოს, რომ ჰორმუზის გარშემო კვლავ აქვს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობა. მაგრამ ამერიკის რეაქცია ჰასნაზე აჩვენებს, რომ შეერთებული შტატების საზღვაო ძალები ახლა ნაკლებად ტოლერანტურად მოქმედებენ. გემს წინასწარ გააფრთხილეს, მან უგულებელყო ბრძანებები და გააჩერეს. ირანის რეჟიმს სურდა ეს ხომალდი გამოეყენებინა იმის საჩვენებლად, რომ ბლოკადის გამოწვევა შეიძლებოდა. საბოლოოდ ვაშინგტონს გადასცა საზღვაო ძალაუფლების დემონსტრირების სცენა კრიზისის დროს. დიპლომატიურ ასპარეზზე საქმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ხდება მაშინ, როცა ჯერ კიდევ საუბარია შეთანხმებაზე კრიზისის დასასრულებლად. ეს თეირანისთვის ყველაზე არასასიამოვნო მხარეა. მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმომადგენლები გამოსავლის მოლაპარაკებას ცდილობენ, მათი გემები და სამხედრო ძალები კვლავ ჩართულნი არიან ეპიზოდებში, რომლებიც გამოწვევის იმიჯს აძლიერებს. დონალდ ტრამპისთვის ეს ზეწოლას აძლიერებს. თეთრი სახლის ლოგიკაა ირანი აიძულოს არჩევანის გაკეთება, მიიღოს შეზღუდვები, გაათავისუფლოს საზღვაო გზა და შეამციროს დაძაბულობა.
ან გააგრძელოს იმის ყურება, როგორ იჭრება მისი მანევრის უნარი ზღვაში, ჰაერში და ეკონომიკაში. რა მოხდება ეხლა? ეხლა სამი დაუყოვნებელი გზა იკვეთება. პირველ რიგში ემტერასნა რჩება ირანისკენ მიმავალი მარშრუტის მიღმა და უნდა იყოს დამოკიდებული ბუქსირებაზე, ინსპექციაზე ან მისი ბედის შესახებ ახალ სამხედრო გადაწყვეტილებაზე. მეორე, მიმდინარე ბლოკადა ვრცელდება იმ გემებზე, რომლებიც ცდილობენ ირანის პორტებში შესვლას ან გამოსვლას ნებართვის გარეშე. მესამე, ჩამოგდებული დრონის ვიდეოს თეირანი გამოიყენებს პროპაგანდისთვის, თუნდაც ვაშინგტონი ფრთხილად მოეკიდოს ინფორმაციას ან დააგვიანოს დეტალების დადასტურება. ომში გამოსახულებაც პოლიტიკური იარაღად იქცევა. და ირანი ამას კარგად იცის. ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთი დაპირისპირება სპარსეთის ყურეში იშვიათად რჩება იზოლირებული. 1988 წლის 18 აპრილს ოპერაცია Praying Mantis-ის დროს შეერთებული შტატების საზღვაო ძალებმა ირანულ ობიექტებზე მიიტანეს იერიში სპარსეთის ყურეში. მას შემდეგ რაც ფრეგატი USS Samuel B. Roberts-ი ნარნზე აფეთქდა. ამ მოქმედებამ გაანადგურა ან გამოუსადეგარი გახადა ირანული პლატფორმები და ხომალდები სპარსეთის ყურეში და ისტორიაში შევიდა როგორც ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საზღვაო ოპერაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. იმ დროს ირანიც იყენებდა ნაღმებს, კატერებს და ზეწოლას გემებზე. ამერიკის პასუხი სწრაფი იყო და ნათელი პრეცედენტი შექმნა. როდესაც თეირანი კომერციულ მარშრუტს პროვოკაციის ველად აქცევს, შეერთებული შტატების საზღვაო ძალები როგორც წესი ორგანიზებულ ძალას იყენებს პასუხად. სხვა ისტორიული ფაქტიც გვეხმარება იმის გაგებაში. O peso do possível drone abatido. 2019 წლის 20 ივნისს ირანმა ჰორმუზის სრუტის რეგიონში შეერთებული შტატების RQ-4 Global Hawk-ის ტიპის დრონი ჩამოაგდო. თეირანმა განაცხადა, რომ აპარატი მის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა. ვაშინგტონმა კი თქვა, რომ ის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს. იმ დროს საქმე თითქმის პირდაპირ სამხედრო შეტევამდე მივიდა. როიტერმა დააფიქსირა, რომ დრონი გამოიყენებოდა საზღვაო და სანაპირო ზონებზე სადაზვერვო ინფორმაციის შესაგროვებლად, რომლის სავარაუდო ღირებულება $130 მილიონ შეადგენდა. ანუ, როდესაც ირანი აგდებს ან აცხადებს, რომ ჩამოაგდო ამერიკული დრონი, ის მხოლოდ მანქანას არ აზიანებს. ის ცდილობს მნიშვნელოვან მარშრუტზე აშშ-ის მეთვალყურეობას დაუპირისპირდეს. სხვა ქვეყნების მაგალითებიც ამავე წესს აჩვენებს. ვინც სტრატეგიულ საზღვაო კორიდორებს ემუქრება, საბოლოოდ სამხედრო პასუხს კოალიციებსა და ეკონომიკურ ზეწოლას იწვევს. წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე ჰუტებთან დაკავშირებულმა თავდასხმებმა აშშ-ში და მისი მოკავშირეები აიძულა საზღვაო თავდაცვის ოპერაციები გაეფართოვებინათ. შავ ზღვაში რუსეთსა და უკრაინას შორის ომმა ასევე აჩვენა, რომ ექსპორტის მარშრუტები, პორტები და გემები ზეწოლის ინსტრუმენტად იქცევა, როდესაც ომი ვაჭრობას ეხება. ხორმუზში მდგომარეობა კიდევ უფრო სერიოზულია, რადგან დერეფანი პატარაა, მგრძნობიარე და პირდაპირ უკავშირდება ნავთობის გლობალურ ფასს. ირანი ცდილობს ამ გეოგრაფიის ფარად გამოყენებას. შემდეგი ნაბიჯი ეხლა თეირანზეა დამოკიდებული. უკან დაიხევს მოლაპარაკებისთვის თუ დაპირისპირებაზე გააგრძელებს და ნახავს, როგორ გაამკაცრებს ამერიკა ზეწოლას კიდევ უფრო. მე მილსონ ალვესი ვარ, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო ჩვენს საზოგადოებაში. მილსონ ალვესი